ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით დიალოგი პირდაპირ ეთერში მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და ჩვენ საათ ნახევრის განმავლობაში ვიქნებით ერთად. თქვენ შეგიძლიათ გვისმინოთ რადიო ტალღაზე 105-დან 0, გვიყუროთ ინტერნეტით პირდაპირ ეთერში საიტზე obiekttivi.net და ასევე 25 არხზე სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით ტელეეთერითაც შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ. შეგიძლიათ ასევე მონაწილეობა მიიღოთ გადაცემაში, რადგან თქვენ იცით, რომ სწორედ თქვენი აზრი, თქვენი ზარები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა ჩვენს გადაცემაში, ზოგადად ობიექტივის ეთერში. ამიტომ დაგვირეკეთ ისევ და ისევ ჩვენს უცვლელ ტელეფონის ნომერზე 2-388-105. ასევე Skype-ის მეშვეობითაც შეგიძლიათ ჩაერთოთ პირდაპირ ეთერში გადაცემაში და Skype-იც უცვლელია ასევე ლათინური ასოებით ობიექტივი. და ჩვენი დღევანდელი თემა არის ჩემთვის პირადად და ეჭვი არ მეპარება რომ თქვენთვისაც ძალიან მძიმე, ძალიან თუმცა კი საინტერესო, მაგრამ იმდენად მძიმე რომ აი მე ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ ამეყვანა თავი ხელში და ესე თქვენს წინაშე ესე თითქოს და უდარდელად მესაუბრა. ჩემი სტუმარი არის არაჩვეულებრივი ადამიანი, თქვენთვის ყველასთვის ცნობილი ადამიანი, ძალიან საყვარელი. მან გაგვაცნო თავის შეუპოვარი ბრძოლით, თუმცა კი სამწუხაროდ ჯერჯერობით არც თუ ისე დიდი შედეგით ამ ბრძოლის, მაგრამ იგი არის ნამდვილად ღირსეული ადამიანი, ბატონი ჯამბულ გამცემლიძე არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ჯამბულ, დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით და დიდი მადლობა რომ დღეს აი ესეთ მძიმე დღეს გამონახეთ ძალა და ენერგია და მოგზანდით ჩვენთან პირდაპირ ეთერში იმ უმძიმეს თემაზე სასაუბროთ, რომელსაც მე შევახსენებ ახლა ჩვენს მაყურებას და მსმენელს. დღეს არის 8 მაისი. 4 წლის წინ ზანდუკელის ქუჩაზე ღამე მოკლეს ბატონ ჯამბულ გამცემლიძის ვაჟი, არაჩვეულებრივი ულამაზესი ადამიანი გიორგი გამცემლიძე და ჩვენ ყველამ ვიცით ამ მკვლელობის, ამ საშინელი მკვლელობის შესახებ, რადგან მკვლელი იყო პატრულის თანამშრომელი, პოლიციის თანამშრომელი ვახტანგ გაბუაშვილი, რომელმაც 2 წელი მოიხადა სასჯელი და იგი დღეს თავისუფალია. აი ესეთი ცინიზმით დააჯილდოვა საკუთარი მოსახლეობა, საკუთარი ხალხი ჩვენმა ძვირფასმა პატრულმა და ხელისუფლებამ. მე მაპატიეთ ესეთი შესაძლოა ტენდენციური ვარ, მაგრამ მე მაპატიეთ რომ ესეთ თემებზე ვიქნები ხოლმე ტენდენციური. ბატონო ჯამბული, არ ვიცი თქვენ მონახეთ ძალა იმისთვის რომ მობრძანებულიყავით ჩვენთან პირდაპირ ეთერში და ამიტომ მე მოდით როგორც რესპონდენტს ისე გაგესაუბრებით, ისე დაგისვამთ შეკითხვებს და აი ეს სიმძიმე ჩვენ გადაცემის დასაწყისში დავტოვოთ და გავაგრძელოთ უბრალოდ საუბარი, საქმიანი საუბარი. საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, მე ვიცი. კონკრეტულად მეც რასაკვირველია ძალიან მაინტერესებს რა ხდება დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა მოდით ჯერ ფაბულა მოვყვეთ, მაინც შევახსენოთ საზოგადოებას ნამდვილი ვერსია. არა ის ვერსია, რაც გავრცელდა სასამართლოს პოლიციის მხრიდან, არამედ ის ვერსია, რაც მოხდა რეალობაში. რა მოხდა ზანდუკელის ქუჩაზე 4 წლის წინ? მოგესალმებით, ბატონო მაკა, დიდი მადლობა მოწვევისათვის. დღევანდელი დღე არის ჩემი შვილის გარდაცვალების დღე და ჩემთვის მართლაც არ იყო იული აქ მოსვლა დღეს და პირდაპირ ეთერში საუბარი, მაგრამ მე დიდი ძალისხმევა დამჭირდა ჩემი თავისთვის შემომეძახებინა და მოსულიყავი თქვენ ეთერში დავზარიყავი და კიდევ ერთხელ ჩემი ქვეყნის მოსახლეობისათვის გამეხსენებინა ის დღე, რა დღესაც ჩემი შვილი გარდაიცვალა და ეს დღე ჩემთვის მარტო ჩემთვის არ არის ასეთი. ძალიან ბევრ დედას და ძალიან ბევრ მამას გაუთენდა ის დღეები, როდესაც მათი შვილის სახში არ დაბრუნდა. მე ერთი რამე მინდა გითხრათ ჩემო მაკა, რომ დღევანდელი დღე ის დღეა, როდესაც ჩემი შვილის სული შეუერთდა იმ ახალგაზრდა ბიჭების სულებს ზეცაში, რომლებიც ესე უმოწყალოდ ჩახოცეს აი ამ ბანდიტების რაზმებმა და ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით რომ ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა
და შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნულოვანი ტოლერანტობა და ხელიანაგი განკანდეს აი ამ ორმა ფრაზამ ქნა ის რომ საქართველოში დღემდე 150-ზე მეტი ადამიანი არის ქუჩაში ასე უმოწყალოდ ჩახოცინი. მე მინდა აი თქვენი ეთერიდან მივესალმო ყველა იმ ადამიანს ვინც ახლა დღეს თქვენ რადიოს უსმენს მე მარტოობა ძალიან ხშირად მიძევს და იმიტომ რომ ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ იშვიათად არის რომ მე რაღაც თავკრილობებზე ვჩნდები ან რაღაც ისეთ წრეში მიწევს ყოფნა სადაც ბევრი ხალხია იმიტომ რომ მიჩევნია განმარტოვდე რადგანაც იმ საზოგადოებას სადაც მე ვარ არ მინდა ხოლმე პრობლემები შეუქმნა იმისა რომ ზოგს გაცინება უნდა ზოგს რა ვიცი 1000 ანეკდოტის მოყოლა და შემდეგ ნუ ჩემთან მაინც აკეთებათ და მეც ვიკავებ თავს რომ მათთან ერთად არ ვიყო რადგან ისინი შეზღუდულები არიან ჩემს მიერ ძალიან ბევრი ადამიანები გაამწარეს აი ამ სიკვდილის ბრიგადებმა და მე ერთ რამეს ვიტყოდი კიდევ რომ როდესაც გუშინ წინ 6 მაისს ჩვენი პრეზიდენტი ну რა ვიცი რა უწოდო ამკაც არ ვიცი მე ახლა იმის სანაძღავად არა ვარ აქ მოსული იმიტომ რომ ეპიტეტი არ არსებობს ისეთი რომლითაც ეგ კაცი არ არის შემკული და მე ახლა აღარ დავიმძიმებ სულს და აღარ მოვყვები მის ღირსებებს მაგრამ ეს ჯალათი კაცი რომელმაც ამდენი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა და ეს როგორ გითხრათ დაცინვა დაგცინიან და მაგრამ უფალი მაგანია ჩვენ ყველაფერი გვეჩქარება მაგრამ უფალს არ ეჩქარება ალბათ მათ მიუძევთ თავიანთ როგორც საჭიროა ის ბატონო ჯამბულ თქვენ მართლაც ბრძანებთ მე მგონი ყველას ახსოვს აი ეს რაღაც საშინელი ნულოვანი ტოლერანტობა რომელთაც შემდეგ ამაყობდა ძალიან პოლიციაც ხელისუფლებაც რომ მათ ეს გამოაცხადეს თუმცა კი იმ პერიოდში მართლაც კატასტროფულად გაიზარდა აი ქუჩაში სწორედაც ქუჩაში დახვრეტების ქუჩაში ყვლელობების ფაქტები ძალიან ხშირი იყო და სამწუხაროდ აი ჩვენ ვიცით რამდენიმე ისეთი ადამიანის ყვლელობა სწორედ აი ამ პერიოდის რომელიც დღეს სიმბოლოდ გახდა საზოგადოებაში თქვენ ხართ ერთ-ერთი სიმბოლო აი мама, რომელიც იბრძვის და ვერ მიაღწია ვერაფრით სამართალს. ქალბატონი ირინა ენუქიძე არ შეიძლება ჩვენ რომ არ ვახსენოთ დღევანდელ დღეს, რადგან იგი იყო დედის, აი ქართველი დედის სიმბოლო, გარდაიქცა ქალბატონი ირინა ენუქიძე, რომელიც ეძებდა სამართალს შვილის მკვლელობისთვის და იგი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მან ვერ მიაგნო ამ სამართალს. ღმერთმა კარგად ამყოფოს ქალბატონი იამეტრეველი იგივე აი რამდენი ადამიანი იქცა იმ სახეთ, იმ სიმბოლოდ, რომელიც არის შვილით გაამწარეს, ოჯახის წევრით გაამწარეს და ყველა ეს ხალხი არის პოლიცია. იური, რომელსაც ლომისილი აქვს საიმ ჩვენ ბრძოლაში. იური ვაზაგაშვილი. დიახ, ბატონი იური ვაზაგაშვილი, ისიც აი მამის სიმბოლოდ იქცა. სხვათა შორის ბატონო ჯამბო, მე მინდა შეგეკითხო, მე მესმის რომ აბსოლუტურად სხვა კატეგორიის ახალგაზრდა იყო გიორგი, სხვა კატეგორიის იყო ალბათ ზურავიც ვაზაგაშვილი და ამბობენ რომ ცოტა იყო, აი რო იტყვიან, ცოტა კრიმინალური ელემენტი მასთან ერთად დაღუპული ახალგაზრდა ზურაბ ბაზაგაშვილთან ერთად დაღუპული ახალგაზრდა და მე წავიკითხე ახლა ხანს ფორუმზე იყო სხვათა შორის გამოქვეყნებული რატომ არ ახსენებენ ხოლმე აი იმ ახალგაზრდა ხუბულოვი გვარად ისიც ხომ დაღუპულია და რატომ არ ახსენებენ იმ ახალგაზრდასო და შემდეგ თვითონვე გასცეს პასუხი რომ ალბათ იმიტომ რომ მაინცო იმას კრიმინალად თვლიდნენ და ძებნა იყო მასზე გამოცხადებულიო არ ვიცი ეს რამდენად ვერ დაგეთანხმებით მე არ ვიცი ბატონო ჯამბულ მე გეკითხებით თუ კი თქვენ იცით თქვენ არ ხართ ვალდებული იცოდეთ ამის შესახებ უბრალოდ
აი საინტერესო, მე იცით რატო გეკითხებით? საზოგადოებაში არის ეს აზრი, მე წავიკითხე ამის შესახებ და თუკი თქვენ საწინააღმდეგო აზრი იცით, იქნებ საზოგადოებამ უთხრათ ამის შესახებ. მე ერთიებე მინდა კიდევ გითხრათ რომ დიახ. ჩემს მიმართ ეგ მაგ შეკითხვის დასმა მართებულია კი ბატონო, იმიტომ რომ ბატონმა იური ვაზაგაშვილმა, რომელიც მართლა მამის სიმბოლოდ არის ქცეული, თავის ოფისში, სადაც თავის შვილის რესტორანი ჰქონდა და მას ის ჩვენმა სახელმწიფო მეთაურმა კრიმინალად შერაცხა, ჰქონდა რესტორანი, სადაც სოლიდური შემოსავალი ჰქონდა, ეს ბავშვი სწავლობდა უნივერსიტეტში. Ну, რა ვიცი ხნა. მე მაგ ბავშვს არაფერი არ გამიგია, არა, სხვათა შორის სწორედ ზურაბ ვაზაგაშვილზე საუბარი იყო ხუბულოვზე, რომელიც აი ნაკლებად ცნობილია ხალხისთვის, მასზე ნაკლები საუბარია. როდესაც მე შვილი დამეგუპა, მე მანამდეც ვიცნობდი ამ ოჯახს, იმიტომ რომ ჩემი ძალი მაგათი მეზობელია. მე ზურასაც ვიცნობდი, რამდენჯერმე მყავს ნანაკი. და იულისაც ვიცნობდი ისე შორიდან. როდესაც აი ამ საკითხი არის ხომ საუბარი, ყოფილა უბრალოდ საუბარი, როდესაც არასდროს არ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ხუბულოვი იყო კრიმინალი. ვერ გეტყვით. არც დავინტერესებული ვარ. ანუ მე ამით კიდევ ვიცით რა მინდა რომ თქვა რომ ადამიანი კიდ დაუშვათ კრიმინალი იყო. ვის აქვს უფლება კონსტიტუციის შენახვის კონსტიტუციით ჩვენ სახელმწიფოში ადამიანის დაქორწის განაჩენის გამოტანა არ შეიძლება. მით უმეტეს გაუსამართლებელი ადამიანს. ვის ჰქონდა უფლება რომ ის ქუჩაში ასე უმოწყალოდ ბეგულასავით მოიქნა. რა თქმა უნდა, ამაზე არც არის კამათი საერთოდ. არ ვიცი. გასაგებია, ბატონო ჯამბულ, მე მისმის თქვენი ასეთი ტაქტიანი პასუხი, ანუ გასაგებია, რომ თქვენ არ უძანდებით საქმის კურსში და მე აი უბრალოდ იმიტომ დავსვი ეს შეკითხვა, რომ არც დავინტერესებული არ მაინტერესებს, ვინ რა იყო, არ ვიცი. გასაგები არის. მოდით დავუბრუნდეთ გიორგის თემას. გიორგი იყო სამი შვილის მამა. თქვენ სამი არაჩვეულებრივი შვილიშვილი ყავთ, გიორგის შვილებს გულისხმობთ. მიუხედავად ამისა, უბრალოდ შვილების რაოდენობა რასაკვირველია არ განსაზღვრავს ადამიანის პატიოსნებას, მაგრამ ყველა მიცოდა რომ ეს ადამიანი გარდა იმისა რომ იყო, ყოველ შემთხვევაში ოჯახის მამა იყო, ხო ესე არ იყო ვიღაც ავარდნილი ბიჭი, რომელიც დარბოდა ქუჩა და რაღაცა ხან არ ვიტყვი იმ ეპითეტებს, რასაც ამბობენ ხოლმე სხვებზე. და გიორგიზე მსგავსი ეპითეტი, აი თუნდაც ეხლა რაც შეგეკითხეთ ხუბულოვზე, თქვენს ვაჟზე არასდროს არ ყოფილა. ის იყო ოჯახის შვილი, ოჯახის პატრონი, მუშაობდა, მე რამდენადაც ვიცი მუშაობდა და უფრო მეცაც გეტყვით, სულ მინდოდა თქვენთვის ამის შეკითხვა, სხვათა შორის ბატონო ჯამბულ. ამბობდნენ რომ იგი მუშაობდა ნაციონალების მხარეს, რაღაც გარკვეულ სამსახურში, მათთან თუ არ ვცდები ხმების დათვლასთან დაკავშირებით თუ აი რაღაც იქნებ დააზუსტოთ ეს დეტალი, იმიტომ რომ დაიწერა ამის შესახებ თავი. მე როგორც ვიცი, თქვენ თბილისელი მზადდებით, ხო? რასაკვირველია, დიახ. ჩვენს თბილისელები ვართ, აკაზდილები, ვიცი. ბებიებით, ბაბუებით, აქაური ხალხი ვარ. თბილისელი ბიჭები, დიახ. როგორც რა ვიცი, ყველა მესე ვიცით, ყველას აქვს ქუჩასთანაც კავშირი, ინსტიტუტთანაც და რა ვიცი, ყველას იცნობენ რა. დაძგებული მეწაგისგან დამთავრებული პანიკმახერამდე, პარლამენტარამდე და იმენ ყველას ვიცნობთ რა, ასე თუ ისე. ასია ყველა ნორმალური ადამიანი. ასე იყო, დიახ ბატონო. გიორგი ყველას იცნობდა აბსოლუტურად. მე ერთ პატარა ჩანელს გავაკეთებ, ჩემი გიორგი რომ გარდაიცვალა, იმის შემდეგ ჩემი ზრის დედა პატარა ჩემი შვილიშვილს ეზოში ასე ირნებდა. და ეზოში რო შევდიოდი, იქ არკაში იდგა მათქოვარი და რატკაბიგენ ჩაუგდი ხელში და გავიარე რა. და ხედავ ამ მათქოვარს ნაკინი მოაქვს და ჩემ შვილიშვილს აძლევს. გავუოცდი. და რასაკეთებ მოვთქარი რა არის? თქვენო იმზადებითო და მოვთქარი მე ბაბუა ვერ მეთქი ამ ბავშვს. ამის მამა ისი არ გაივლიდაო რა ჩემთვის ფული არ მოეცაო
სანამ მე ცოცხალი ვარ ამ ფორს ნაკის უკიდი ყოველთვის. აქედან გამომდინარე მე ციტრის თქმა მინდა ყველას იცნობენ ადამიანები და რაც იმ შეკითხვას რაც თქვენ ბრძანეთ რომ აი ნაციონალების მხარეს ჩემი გიორგი ეს დასაწყის გულისხმობ მე რევოლუციის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ბატონ ჯამბო გიორგის არ აინტერესებდა არც ნაციონალები არც ოპოზიცია არც პოზიცია არავინ არ აინტერესებდა აბსოლუტურად მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრათ რომ ჩემი გიორგის მოგვარე პარლამენტარი ზაზა გამცემლიძე იყრიდა კენს ვაკეში ვიღაც თავის მეგობარ ბიძს უთქვია რომ ებიჭო ბიძა იქნება შენიო რა და წამოდიო გაჩვენებთო რა და მოახმაროთო რა გიორგი ბიჭო მეგეთი კაცი არც აქედე ვიცი არც გვარიო არანაირად არ მეცნობოდა წამოკვებითო და ნახო ვინ არის იქნებ მართლა ჩემი ნაცავია ნახო რა გაუვლია გიორგის იქ ზაზას ძალიან თბილად მიუღია გასაუბრებიან ერთმანეთს ეს იყო და ეს გიორგი მაგათ არავის არსად არ გაკარებია ის შორების დადიოდა რომ იმღამესო ზაზა გამცემლიძე ერდა მანქანაში სისულელე ნუ რაზეა ლაპარაკი სწორედ ამიტომ გეკითხებით ბატონო ჯამბულ რომ რაც არის სიმართლე თქვენ ის ბრძანოთ და გავფანტოთ ერთხელ და სამუდამოდ აი ეს რაღაცა ჭორები მithkma მოთქმა ყოველთვის სასაცილო ეხლა აი ვინც მისმენს ეხლა მე და ჩემ გიორგის იცნობდა ვის წარმოუდგენია რომ გიორგი ეხლა კარდაკარი ვლიდა და იმას იტყოდა რომ ნაციონალებს მიეციკმაო შანსი არ არსებობს რა თუმცა ბატონო ჯამბო დასაწყისში აი მე გითხარით და კიდევ გავიმეორებ დასაწყისში ნამდვილად ბევრი ძალიან პატიოსანი ადამიანი შეეგება ამ ახალი ძალის მოსვლას გაუხარდა სიახლეები იმიტომ რომ ჩვენ ხო გვახსოვს ადამიანები მაშინ განახლება სიახლეს აძლევდნენ ხმას და სიახლის გამო გამოვიდნენ ქუჩაში და არა იმიტომ რაც დღეს დადგა შედეგი ასე რომ სიმართლე გითხრათ მე პირადად არ ხედავ ამაში ძალიან რაღაცა ესეთ ნუ მე მაშინაც ესე ვიყავ გამოდონო მაგა სიახლე მინდოდა მაგრამ სააკაშვილი ნაგდათ არ მინდოდა იყვნენ ასედაც განწყობილი ადამიანები რა თქმა უნდა მე გიდასტურებთ უბრალოდ აი ძალიან ბევრი ხალხი მე პირველ ნარჩენებში ზაზა სიხარულიძეს მივეციხმარ ძალიან კარგი ადამიანია ზაზა სიხარულიძე მე ვიცნობ მას დიახ იგი არის უნარშეზღუდული ადამიანი და არაჩვეულებრივი ძალიან კეთილი და ძალიან სხვა შორის ძალიან პროფესიონალი თავისი საქმის და თავის მიმართულების ასე რომ არ ვიცი ზაზა სიხარულიძე თუ გვისმენს და გვიყურებს ჩემგან ძალიან დიდი მოკითხვა მთელი სულით და გულით ძალიან მიყვარს მე ეს ადამიანი ბატონო ჯამბულ მოდით დავბრუნდეთ სამართლებრივ მხარეზე ამ შემთხვევის აი მე მაქვს აქ ამონაწერი რომ 2010 წელს საიამ ევროსასამართლოში შეიტანა სარჩელი თქვენი ოჯახის სახელით აი ამის შესახებ მე კი მაქვს საკითხული მაგრამ მოდით ჩვენ საზოგადოებას თქვენი მხრიდან იქნება ძალიან საინტერესო რომ მოუყვეთ ერთადერთი რასაც ვიტყვი რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მეორე, მე-6 და მე-13 მუხლები იყო შეტანილი და მე თან განმარტავ მეორე მუხლი არის სიცოცხლის უფლება, მე-6 არის სამართლიანი სასამართლოს უფლება და მე-13 დაცვის ეფექტური საშუალებების არსებობის დარღვევა იგულისხმებოდა. აი რა მოხდა და დღეს რა პროცესი მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით იქნება ეს მოგვეყვეთ. ეხლა მე ინციტაშია საქმე, მე ეხლა იურისპრუდენციაში ძალიან მოვიკონშნებ. ამბათ ვითხარით უბრალოდ არ არის საჭირო რასაკვირველი. ჩემი შვილის სასამართლო რომ დაიწყო თავიდან. უпроსტოდ მოდით თავიდან დავიწყოთ რა მოხდა და როგორ იყო. მე ეს მეგმაცა გიგვებოდით პატარა დეტალს და მინდა იმ დეტალიდან დავიწყო. როდესაც ეს ამბავი მოხდა 8 მაისს. როდესაც ჩემი შვილი ასე ვერ გეტყვით რა სუეს მიტრიანებს წამში რატომ მომიკალით შვილი ეს გაბრაზებული მურია აბუაშვილი როდესაც მან მას ესროლა შემდეგ წაიყვანეს მოკიდეს ხენი აი ამ ქუჩიდან და შეიყვანეს სულ ბოლოში იმ ეზოში თუ იცით აი გარაჟების წინაზე და უკან კბილის კლინიკაა
ბატონ ჯამბულ, მე ბოდიშს მოგიხდით და საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზანდუკელის ქუჩა არის მეტრო რუსთაველის, ან რუსთაველის ძეგლის ზედა ქუჩა, აღმართი, რომელიც ადის მერაბკოსტავას ეზოთი არის ტერიტორია ცნობილი და აი ის მიმდებარე ტერიტორია არის, სადაც მოხდა ეს დანაშაული. და აი იმ ეზოში შეიყვანეს სულ ბოლოში იქით, მითომ ეს ბავშვი გარბოდა. ნედა თქვენი საბუაშვილი გაჩვენათ და გიორგი რანაირი ვაჟკაცი იყო, მას არ გაიქცეოდა. ან რატომ უნდა გაქცეულიყო? ეს ექსპერტიზამაც დაამტკიცა. მანქანაზე გიორგი არც ნასვამი იჯდა. არც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ იყო. არც იარაღი არ ქონდა და არც არაფერი ისეთი, არც კრიმინალი არ იყო. არასდროს არ იყო შემჩნეული და არც აგრეთვე არ იდგა არანაირი კრიმინალური დარღვევისათვის. მუშაობდა ჩვეულებრივად სამშვილის ზრდიდა. შეიყვანეს გიორგი იქ, შემდეგ რაღაცათო მანქანიდან სათვალეებიც კი გადმოიტანეს და დაუდეს გვერდით. ღამის პირველ საათზე შავი სათვალეები რა თუნდოდა. იმ ეზოში ცხოვრობს ყოფილი რაიკომის პირველი მდივანი თენეიშვილი, რომელმაც ეს სურათი ყველაფერი კარგად დაინახა. ბატონო ჯამბულ, აი ეს არის სრულიად შოკის მომგვრელი ამბავი, რაზეც თქვენ, აი ჩვენ ახლა ვისაუბრეთ და თქვენ მომიყევით, მე პირადად პირველად გავიგე. მე მინდა რომ საზოგადოებამ, ჩვენმა მსმენელმა, ჩვენმა მაყურებელმა ძალიან ყურადღებით მოусმინოს აი ამ დეტალს. ეს არის აი შოკის მომგვრელი დეტალი, თქვენ გაუგნდებით ისეთ რამეს ყვება ახლა ბატონი ჯამბული. დიახ, ბატონო ჯამბულ, მე მაპატიეთ, არ შემეძლო რომ აი ესე არ მიმექცევინებინა. თუმცა სროლის ხმა რომ გაიგონა ამ კაცმა იმ წუთში ვიხდიდი და წვებოდიო. და მომედი ფანჯარასთან შევიყვანე რომ ეს ახალგაზრდას მოკიდეს ხელი და მიყავდათ იქ კვინის კლინიკისკენო. ამ გასმა აბსოლუტურად ყველაფერი დაინახა. რა მოხდა? ამას უყურებდა ის ფანჯრი. შემდეგ მან გამომძიებლის შეკითხვებს უპასუხა და რასაც ეკითხებოდნენ პასუხობდა ეს პიროვნება, რაც თვითონ დაინახა ნამდვილად. ამის შემდეგ რომ ნახეს რომ 4 პატრულის თანამშრომლის ჩვენებები ერთმანეთს როგორც გაჭრილი ვაშლები ისე გავდნენ, სიტყვებიც კი არ ქონდათ გადაადგინებული, მხოლოდ საკანდაგვარები იყო შეცვლილი და შენი მოწერილი. თავიც კი არ შეიწუხეს სხვადასხვა ვერსიას. დიახ. და თან ყველა წერს არ დაგავიწყდეთ, აი აქ მთავარი დეტალი აქ არის რომ გიორგის ხელში არაფერი არ ეჭირა. 4 პატრული წერს. ამის შემდეგ მეორედ კითხავენ თენეიშვილს და ეკითხებიან იარაღი რომელიც ფარეხის თავზე იდო თქვენ დაინახეთ თუ არა გიორგის ხელში. თენეიშვილი ამბობს მე დავინახე იარაღი ვინ დადო იქ. დინის 4 საათს. ამის შემდეგ თენეიშვილს ასამართლებენ რომ პირველ ჩვენებაში რატომ არ დაწერეთო, ესე იგი სრულ ჩვენება მიეცა. სრულ ჩვენებისთვის. მას მისცეს 3 წელი იძულება და 3000 ლარით დააჯარიმენ. და საქმიდან ამოაგდეს როგორც მოწმე. ერთადერთი ნამდვილი კაცი, ნამდვილი მოწმე, რომელმაც ეს ყველაფერი თავის თვალით და თენეიშვილი ცოცხალია, აგერ ცხოვრობს თქვენს პირდაპირ. შეგიძლიათ გაისაუბროთ და გითხრათ არაჩვეულებრივი კაცი, კარგად მეტყვენებს. ასაკში კი არ უნდა 70 წლის იქნება, მაგრამ არც მე ვარ პატარა, მაგრამ არ ვიცი მეტყვენება არ მიჩის საზრონება რა. არა, ასეა თუ ისეა, რამხილაც არ უნდა იყოს ადამიანი რა ასაკისაც, იგი იყო ერთადერთი თვითმხილველი ამ ამბის და ერთადერთი მოწმე. და ეს ერთადერთი მოწმე ნაცვლად იმისა, რომ ჩაფრენოდნენ და მისგან გაეგოთ სიმართლე, იქით დააჯარიმეს და იქით მიუსაჯეს სრულ ჩვენებისთვის. არ ვიცი, აფერი მეთქვის. ჩვენ კიდევ გვაქვს ჩანაწერი, როდესაც პროკურორს კითხა ჩემმა მეუღლემ, რომ მე მაქვს ეჭვი, რომ ამბუაშვილი გიორგის იცნობდა, რაღაც წინა დღეებში
შეიძლება კიდე ისევ ჩქარა მოდიოდა ან რაღაც და შენაპარაკება მოუვიდათ და გიორგიზე რაღაც დაირათ დაბუღმილი იყო ეს ბიჭი პროკურორს ეუბნება და პროკურორი პასუხობს დიახ ეგენი ერთმანეთს იცნობდნენ ჩვენი ჩანაწერი გვაქვს და იცნობდნენ ნამდვილად პროკურორი ამბობს რომ იცნობდნენ თქვენთვის არ არის ეს ცნობილი ხო პროკურორის ჩანაწერი გვაქვს ჩვენ გვაქვს ჩანაწერი ნამდვილი ჩანაწერი და ესე იგი ვისაც ვიცნობთ უნდა ვესროლოთ აუცილებლად ნუ არა შეიძლება რაღაც კამათი მოუვიდა და ამ ბიჭმა ჩემი შვილი დასაჯა მაგით რა და თუ კი ამას პროკურორი ამბობს და თუ კი ეს ვერსია არსებობდა, ესე იგი ეს განზრახყლელობაა მაშინ. თავისთავად. აქედან გამომდინარე 2 წლის მისჯა, 2 წელი საპატიმრო და 2 წელი პირობითი. ეს რას ნიშნავს? ეს დაცინო, აი ბატონო ჯამბო, თქვენ იცით რომ ჩვენ აქტიურად სარგებლობთ სოციალური ქსელებით და Facebook-ზე ახლა პირდაპირ ეთერში ჩვენ ფანჯარა გვიდევს ობიექტივის პირდაპირ ეთერის და გვიყურებს მსმენელი მაყურებელი და ქალბატონი ბრძანდება ამერიკაში ლიანა ლიკა ესეთი ნიკით გვიწერს ქალბატონი უბრალო პურის ქურდობისთვის მთელი ცხოვრებას უსჯიან და კაცის მკვლელობისთვის 2 წელი მიუსაჯესო აი გაუგნებული არის ადამიანი აი რამდენჯერ მე ამ ეთერში ვსდარვალ საერთოდ და საერთოდ ან ტელევიზიაში ან რომელიმე ტელევიზიაში ან რომელიმე რადიოში შესაძლოა თუნდაც ყოფილიყო ხშირად გვიდევს ერთ და იგივეს ლაპარაკი. დიახ. იმიტომ რომ ჩვენი შვილები დაიღუპნენ და სხვა მოსაყოლი მათზე უკვე არაფერი აღარ ეყოთ ერთ და იგივეს ყოფილიყო ამიტომ. ზურაბ აზაგაშვილის შვილი როდესაც მას 90 თქვია თუ 80 ესრულეს და 50 წელზე მოდი. დღემდე ცნობილი არ არის დაზარალებულად დედმამა. მისი მკვლელები დაწინაურებულები არიან. აქ რაზეა ლაპარაკი? ქუთაისში ბაბადეთ ეწუთი კანონი მაგა ბოდის ერთი. ქუთაისში მოკლეს ჩაცხრენეს 3 აკანგანდა. მათ შორის ერთი გვარად კიზირია. მას მოარტყეს 100-ზე მეტი ტყვია. მამამისი იყო ჩვენთან ჩამოსული ჩამოიტანა ექსპერტის ცნობა. სასაცილო ექსპერტის წერს 80 ტყვია აქვს 120 მორთმული ბავშვი. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. დაუდგენელია? დაუდგენელია. ოჩა. ეს ხო რაღაც საშინელი როგორ გითხრა აქ როგორ შეიძლება ადამიანმა ნუ რა უნდა იფიქრო მას მე არ ვიცი უბრალოდ ამის გათვითცნობიერება მოსმენა წაკითხვა რა უხერხულია უბრალოდ ბატონ ჯამბულ აი სწორედ ამაზე გამახსენდა რომ დღემდე არ არის ცნობილი რასაკვირველი არის მაგრამ რეალურად დასაბუთებული და ადასტურებული მიუხედავად ამხელა ძალისხმევისა ამხელა საზოგადოებრივი წნეხისა ვინ აღარ ჩაერია ვინ აღარცა და გირგვლიანის თემა დღემდე არ არის ექსპერტის ცნობა დადებული რეალურად ეს ადამიანი რითია დაღუპული და ჩემ გიორგიზე მოგიყვებით ეხლა ერთ პატარა დეტალს კიდევ რა როდესაც ის იარაღი იქიდან აიღეს დიახ ნუ ექსპერტიზა ხო უნდა ჩაატარო ესე იგი მიცვალებული როგორ ააგდებდა ჯერ ერთი იქ ნუ ეზოში გიორგი უკვე გადაცვლილი ბატონ ჯამბულ მოდით დავაზუსტოთ მე მესმის ეს უმძიმესია თქვენთვის მაგრამ გიორგის ესროლეს იმ წამსვე როგორც კი ის მანქანიდან გადმოვიდა მან ვერ მოასწრო ვერც გაქცევა აბსოლუტურად სახურავზე თითქოს და ავტოფარეხის სახურავზე მან გადაირბინა და დააწიეს ეს არა ავტოფარეხის დიახ სახურავზე მან რა მოხდა იცით რომ ამას იარაღი რომ მოხდა ხო უცებ თავში მოხდა და შოკი ჩავარდა ბავშვი და აუ მიკრო ავტოპარაკი თუ გინახავთ ის ადგილი ხო ის ავტოპარაკი იქვია ზენ ამასაც წავიდა ზაზები არის გადასწავლено იფიქრა და ბავშვი წავიდა იქით და გადავარდა იქიდან ანუ ეს მექანიკური სვლა კი ამა ნუ რაზეა ლაპარაკი ეგრეთ თუ ეს როგეწია რაღაც არა გარბოდა არამედ სად გაიქცევა გაქცევა რომლებოდა გიორგის ან რაზე უნდა გაქცეოდა ვის უნდა გაქცეოდა ნუ არ ვიცი ჩემს გაუგებარია უბრალოდ
მე ასე დაჟინებით იმიტომ გეკითხებით რომ მინდა სწორედ თქვენ გაფანტოთ ის ვერსიები რაც ტრიალებს და რაც აი ეს არასწორი რაღაც მითქმა მოთქმები არის ხოლმე მე ბევრად უფრო მტკივნეული ვიდრე ის ტკივილი მან დანაერი მითქმა მოთქმას რა მითქმა მოთქმას უნდა ქონდეს ადგილი გამოტონა აი დაუჩათ რომ გარბოდა და ამიტომ გაეკიდა პოლიცია და კი ბატონო მე ხარანი მაგათ გარდა მოწმე გარდა თენეიშვილისა ხო დაუშვათ რაღაც ვერსიები ხო არსებობს აი ადამიანი გარბის მაგრამ რატომ გარბი ხარ ხო უნდა ქონდეს მოტივაცია რა საკვირველია მოტივაცია გონე გაურბიან მაგრამ რატომ გაურბიან რა გიჟ გვარი გაქცეულიყო ხო თან ერთად გაიქცევი და ვის უნდა გაიქცე ნუ ზუსტად ჩემს სიმაღლე იყო გიორგი და ეს ამბოშვილი არის 1.60 ალბათ სიმაღლეში ესეთ პატარა აი ჩიატანის მის როგორ უნდა გაქცეოდა თან რაღაც მე ხა დეტალებს არ ვიცნობ არ ვკითხულობ საქმეს იმიტომ რომ შემზარავია ჩემთვის და იქ როგორც წერიაო ჩემო მეუღლე მითხრა ეს ამბოშვილი ამბობს რომ მე მასთან მივედიო მარცხენა ხელითო ორივე ხელი ესე დაუჭირე უკანო ნუ მოიყვანე რა ვაშკაციც გინდა ნებისმიერი ძალის ვაშკაცი კლაუჯიდელი აი სოციალისტები მოიყვანეთ და მე ერთსალი ხელით თუ ის ორივე ხელს გამიჭერებ უკან რა თქმა უნდა ეს ტყუილი ბატონო და ეს ყველა მეცის რომ და მარჯვენა ხელში არაღი მეჭირა და გამივარდა ბატონო ჯამბულ პირველი მსმენელი და მაყურებელია ჩვენთან ხაზზე სატელეფონო ზარი არის პირდაპირ ეთერში და მოდით მოусმინოთ გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით დიდი მადლობა რომ გვირეკავთ გამარჯობა ძალიან ცუდი ამბავის გადაცემას აწარმოებთ ჩემო კარგებო მე ვიზიარებ ბატონი ჯამბულის მდგომარეობას დიდი მადლობა მაგრამ ვიზიარებ ესე ბაზაგაშვილისაც გურგუიასაც ყველა საკონდა მე 70 წლის კაცი ვარ მე ჩემ აზრს მოგახსენებთ კი ბატონო ბრძანეთ რა საკვირველია ხო ამბობს ბაზაგაშვილი რომ მე იმიტომ ვაკეთებ რომ სხვას არ მოუკრა შვილი და უსამართლობა და ესეთი რაღაცები იცით რომ დამყარდება როცა თქვენ იცით რომ თქვენი შვილი არაფერში არ ატყუოდა ყოველ შემთხვევაში საციკურიროთ არ უნდა გაემეტებინათ მე მაგალითად ერთიდან 10 წავიყვანდი იმ ქვეყნად და მე მეორე ვეღარ გაბედავდა ესე უბრალოდ ამოიღო და კაცეწროლო აი ეს არის გამოსავალი ჩვენ ქართველები ვართ მე სიკვდილისა რომ მოკლა კაცი მაგის ყოველად საწინააღმდეგო ვარ წინააღმდეგი ვარ კაცმა რომელმაც შვილიშვილების პატრონი ვარ მე მაგ დაფიცებული ღმერთის წინაშე რომ როცა არ ეთყუება ჩემი შვილი თუ შვილიშვილი ძალიან გთხოვთ აუცილებლად ერთი ვერ შევარჩენ ვერ სამხედროს ვერ მილიციას ვერავითარ შევარჩენ ვერაფერს ებრაელის ვარს დავიდებ დედას უტირებ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით გაგიზიანებთ რომ გაიქეთ და ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით თქვენ ბრძანდებით პირდაპირ ეთერში ჩემთან სტუდიაში ზის შვილმკვდარი მამა ძალიან გამწარებული ადამიანი რომელმაც წლების მანძილზე ვერ მიაღწია სამართალს ეს ადამიანი ჯერ კიდევ აგრძელებს ბრძოლას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს აზრს ნებისმიერ თქვენთაგანის აზრს მაგრამ ძალიან გთხოვთ ნუ წააქეზებთ ესე ამ ადამიანებს არ შეიძლება მათ ძალიან დიდი ტკივილი აქვთ ნანახი და ძალიან დიდი ტკივილი აქვთ გადატანილი ძალიან გთხოვთ შესაძლოა თქვენი ერთი სიტყვა ბოლო წვეთი აღმოჩნდეს მაპატიეთ მომიტევეთ რომ ესე მოგმართავთ მაგრამ ნუ გააკეთებთ ესეთ მოწოდებებს ძალიან გთხოვთ რა და კიდევ ერთი ზარია ბატონო ჯამბულ მოусმინოთ კიდევ ერთ ზარს მე მაპატიეთ რომ შევწყვეტე ეს ზარი მე ზარის ავტორსაც ვთხოვ მაპატიეთ რა ჩვენმა ტექნიკამ შეწყვეტა ეს ზარი თუ გნებავთ ისევ დაარეკეთ მაგრამ ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ ჩემი ეს თხოვნა გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მოგესალმებით Hallo, Gottschaft, პირდაპირ ეთერში მე ვეხედავ 25 წელს უბრალოდ ჩართულია განათლების გავრიარდი. მოამცი რაფერა. თუ შეიძლება სატელაიტებმა და 25 წელს არხის გვერდისავლით, თუ შეიძლება თქვენი სიჩქარე დავიდეთ. ბატონო, უკაცრავად ვერ გავიგე რა ბრძანოთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხომ გამდებით? რა საკვირველია, დიახ. ესა ბიზნესში მე პირდაპირ ეთერში ვეხედავთ. 25 წელს საშუალებით. თუ შეიძლება სატელაიტზე 25 წელს გვერდისავლით მივიღოთ თქვენი სიჩქარე.
მე მეკითხებით როგორ მივიგონთო თქვენი განაცემა სატელიტითო. თურქსათი 42 გრადუსი. ეს არის ჩვენი მისა. კი, მაგრამ მაგრამ ვიზრებულობ 25 ახს მანდ 25 გვერდი ტავით. თუ შეიძლება მივიღო ობიექტები. არა, გვერდის ავნით ობიექტები თუ შეიძლება. შეიძლება ინტერნეტის საშუალებით ტელეეთერით უგნებავთ. ინტერნეტში ობიექტივი წერტილი გადის, როგორ არ გადის? მე მგონია რომ ამ წუთასაც შესაძლოა ეხა შეწყდა მაუწყებლობა, არ ვიცი. არა ვართ ეთერში, ტელეეთერში. არა ვარ, ეხა მე გადავაზუსტე და არა ვარ ტელეეთერში სამწუხაროდ. შესაძლოა დაბრუნდეს კიდეც მაუწყებლობა. ხდება ხოლმე. ჩვენ რადგან ინტერნეტით ვაწოდებთ ხოლმე არ ვიცი ხა ეს ტექნიკურად როგორ შეიძლება რომ მე ახსნა ჩვენი ტექნიკური პერსონალი უკეთ აგიხსნიდათ რომ იყოს საშუალება, მაგრამ წდება ხოლმე ხანდახან ესე გადაცემები შუა მსვლელობის დროს და შემდეგ ისევ აღდგება არაუშავს. დიდი მადლობა რომ გადავნებთ თვალს და აი შეამჩნიეთ ეს ჩემთვის არც თუ ისე სასიამოვნო მომენტი. თუმცა ჩვენ ვართ ინტერნეტში, პირდაპირ ეთერში, საიტზე ობიექტივი წერტილი net, ასევე Facebook-ზე, პირადად ჩემ გვერდზე არის გახსნილი, ობიექტივის გვერდზე არის გახსნილი პირდაპირ ეთერის პანჯარა და რადიო 105. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ასევე, რადგან შევაჩერეთ გადაცემა, უბრალოდ საუბარი, ამასაც შეგახსენებთ ტელეფონის ნომერზე 2388 და გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები, ოღონდ ძალიან გთხოვთ მართლა კორექტულად. რადგან ეს არის ნამდვილად ძალიან მძიმე თემა ისედაც. ბატონ ჯამბულ, რა ვიცი, აი და დაუბრუნდეთ მაშინ ისევ, მე შეგეკითხეთ ევროპის სასამართლოსთან დაკავშირებით. მე უნდა გამეგზავნებინა და სრულობა არის, აი ეს 2010 წელს არის შეტანილი, მე მიწევი აი 11 მარტს და ანგარიში აღინიშნა, რომ გიორგი გამცემლიძე არ იყო შეიარაღებული და მოკლული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ. ესე წერია პირდაპირ დასკვნაში. პატრულის დანაშაული კვალიფიცირებული იქნა ქართული სასამართლოს მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. დიახ, თუნდაც ესე. როგორც ბუტარობაკიძე დაიღუპა, მოსამართლე ეკა გაბრიჩიძე, ესეც არ მაინტერესებს, მე არავის არც სახელს ვკითხულობ, არც გვარს ვკითხულობ, არც სასამართლოზე არ წავედი, რომ იმ ბიჭის სახე არ მენახა, რომ რა ვიცი, მამა ვარ და მეთქი გზაში არცაც შევხვდეს, ცოდვა არ ჩავიდინო მეთქი. არ უნდა ჩაიდინოთ ნამდვილად არ ვაპირებ, ნამდვილად არ ვაპირებ. შვილის ხსოვნა უფრო სხვა პატივისცემას იმსახურებს. მე ნამდვილად ვერ მოგიწოდებთ აი ესეთი რაღაც. არა, ვინც არ უნდა მომიწოდოს ბარბაროსული ხერხების ბატონი, რომელიც ბრძანებდა, რომ მე ამას ვერავის ვერ ვაპატიებო. მართალი ბრძანდებით, მეც ვერავის ვერ ვაპატიებ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელი და წამქეზებლები საბრალდებო სკამზე მოგდნენ და მათ მიეზღოს ის, რაც მათ კანონით ეკუთვნით. და მე მგონი ეს არის აი ნამდვილად ის განცხადება, რასაც უნდა აკეთებდეს 21 საუკუნეში ადამიანი. რაც უნდა მძიმე ტრაგედია ქონდეს მას. კიდევ ერთი ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში, მოდით მოვუსმინოთ კიდევ ერთ მსმენელს და მაყურებელს. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. გამარჯობა თქვენაცო. გამარჯობა. დიდი მწუხარებით ეკო მაგას მიუსამძიმრებ მაგ ადამიანს. შვილის სიკვდილს. და მე გიფრთხავდი, რომ ნამდვილად ესიაშულო, მე შულკვდარი დედა ვარ და გამწარებული დედა ვარ. ვიზიარებთ ქალბატონო. ღმერთი დიდია შულო, მიესხებათ მაგათ. მე კი მაგ ადამიანს ვთხოვ, რომ დაელოდოს. ჩვენ გვეჩქარება, მაგრამ მაგის მკვლელს არას ცდება სასწაული. თვითონაც გადახდებათ ეგ უბედურება გენეცალე. დიდი მწუხარება და დიდი მას გამოვთქვა. დიდი მადლობა ქალბატონო, გაიხარეთ. დიდი მადლობა, მეც ვიზიარებ თქვენ წუხარება. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის ქალბატონო. რასაკვირველია ხა არ არის ეს განწყობა სწორი, მაგრამ ძალიან რთულია ხოლმე ესე დროს არ გააკეთო ასეთი განცხადებები, აი რაც ქალბატონოა ბრძანა, რომ ადრე თუ გვიან შესაძლოა აი ამ ადამიანებმა, რომლებმაც თქვენი ოჯახები ესე გაამწარეს, ინატრონ რომ ნეტავ რატომ არ მოვიხადეთ სრულად სასჯელებიო. შესაძლოა მე ღმერთმა, რა ვიცი, ჩვენ ვამბობთ, რომ მორწმუნე ადამიანები ვარ და ეს არის ზუსტად მორწმუნეობა. შეიძლება მე ღმერთმა ისე გადაუხადოს, რომ ჯობდეს, რომ კაცმა გადაუხადოს და სასჯელი მოეხადათ ციხეში. ბატონო ჯამბულ, როგორ რა სიტუაცია არის დღეს აი ამ დღეს ამ გაიხდით ისეთი სიტუაცია, ბატონო მაგა,
რომ ჩვენი საქმეები სტრასბურგის სასამართლომ მიიღო და წარმოებაში უკვე არის ჩემი შვილის საქმეს და იურის შვილის საქმეს სტრასბურგში მე ვფიქრობ რომ უკვე ამ შემოდგომიდან რაღაც ძვრები უნდა იყოს თუმცა ისინი ჩვენ ყველაფერს გვატყობინებენ და არც ამაზე იყვიან ალბათ უარს რომ კიდევ შეგვატყობინონ თუ რა პროცესები მიმდინარეობს და ნუ რა ვიცი როგორც გვირგვინიანის საქმე დამთავრდა ალბათ ანალოგიურად დამთავრდება ჩემი შვილისაც და ბატონი იურის შვილის საქმეც იმიტომ რომ აქ თეთრი ძაფით არის ნაკერი ყველაფერი აბსოლუტურად ნუ ჩემი შვილის საქმეს იმხელა გამოძიება ჭირდება რამხელა გამოძიებასაც ისინი რაღაცნაირად როგორ გითხრა გაბერინდი რაღაც გამოძიება და ვითომ ვიღაცა არ ნახა ვითომ სადღაც ვიღაცა არ მოვიდა იქ მანდ გამოსაძიებელი აბსოლუტურად არაფერი არ იყო ნორმალური გამოძიებელი რომელსაც არანაირი დაინტერესება არ იქნებოდა და არ ტელეფონის ზარი რომ რაც არ უნდა დაგიჟდეთ ეს კაცი უნდა გაამართლოთ და ესა და ისა ობიექტური გამოძიება იქნებოდა ეს ახალგაზრდა ბიჭი რომელმაც გამოუბედურა მეც და ნუ ჩემი შვილი რაც ზიანა პარაკი და მეც ცოცხლად მკვდარი დავდივარ აუცილებლად ის სამრადებლოს ხავზე იждდებოდა რამდენი ხნით მე თვა არ იცი მაგრამ რა ვიცი უფლისი და შევხედვარები ვარ დღესდღეობით მაგრამ მე კიდევ მინდა ქალბატონო მაგა აი ამ გარემოებას ერთი პატარა ჩანართი გავუკეთო რომ არ ყოფილიყვნენ არ ყოფილიყო ეს ნაციონალური მოძრაობა ყველა ის ადამიანი რომლებიც ამათ ქუჩაში ჩაკვოცეს დღეს ყველანი იქნებოდნენ ცოცხლები და აი ამ გარდაცვლილებს ხომ დარჩათ ცოცხლები როგორც ვარ მე ბატონი იური ბატონი ია ბატონი სოსო ბატონი გვირგვინიანი გურამი ბატონი ირინა რა ვიცი ირინა აღარ არის და მაგათი ოჯახი საერთოდ გაანადგურეს ქუთაისში არიან ანჭარაში არიან კახეთში არიან ვანო მერამიშვილი რომ ბრძანებდა რომ აი ჩვენ 4 წელი არავინ მოგვიკლავს კახეთში ორი სახსალამათი ბიჭი ვინ მოკლა პოლიციამ მოკლა ზუგდიდში 58 წლის კაცი თავის საქმესინი ვინ მოკლა ამათ მოკლეს ნუ რა ვიცი რა დასავლეთშია ბატონო ჯანი რამდენი პატიმარი ეს პირდაპირ არ არის ეს თქვენს ვაჟებთან და როგორ არ არის პატიმარი გამოდის მე ერთი კარგი რამე ამ პატიმარმა ერთი პატიმრის ხსენება ერთი კარგი რამე გამახსენდა როდესაც ჩვენ მე ბატონი იური ბატონი ია და ჩვენთან ერთად რამდენიმე ადამიანი წავედით მისაც სამძიმრებლად ქვიშხეთში ქემოკლიზე ოთრაგონეკოვის კაცი დამავიდა ქიმერიძესთან მისაც სამძიმრებლად იქ როგორ არ შეგვიშვეს იმათმა როგორი სტრატეგიული ადგილი ქონდათ დაკავებული რომ იმის იქით უკვე გადასვლა აღარ შეიძლებოდა ჭიშკართან ჩადგა ვიღაც ბრგე ბიჭი რაღაც სხვა სახელს და გვარს იძახდა თურმე სხვა სახელი და გვარის იყო იქ ეზოში ადამიანები დაწწოდნენ მიდიოდნენ მოდიოდნენ ვისაც ვკითხე ვიბრძანდები დეიდაშვილი როგორ შეიძლება ერთ კაცს ყავდეს 35 დეიდაშვილი ყველა დეიდაშვილები ყო ესენი ყო და ყველა წინააღმდეგი არის რომ ადამიანები მივიდნენ პანაშვიდს და უბრალოდ მე იმათ ეს კი უთხარი მე უთხარი ბატონო ჩემო მოკმის დედა ვეფხვის დედასთან მივიდა სამძიმრის სათქმელად თუმცა ვეფხვის მოკლული ვეფხვის დედასთან მისვლა მოკმის დედისთვის როგორ იქნებოდა მაგრამ სამძიმარზე წავიდა კანი და თქვენ მე ვუთხარი მე იმას მიშლით შვილმოკლულ მამას რომ შვილმოკლულ დედასთან სამძიმარზე შევიდე საქართველოში ეს ძალიან გაუგებარი შემთხვევა იყო მე გეთანხმებით ადამიანი მეუნება რომ იცით რარიო ჭირისუფალი წუნხსო მე არავინ არ მახსოვს ქალბატონო მაგა ჩემთან ვინ მოვიდა ვინ წავიდა არ მახსოვს არ მახსოვს აი შეფცები გიორგი მაგრამ ხალხი რომ მოდიოდა ვერ გეტყვით რომ ეს ნუგეშია აი ადამიანი რომელიც მე მისამძიმრებს დღესაც თვითონ ხედავ რომ ის არის უხერხულ მდგომარეობაში და ყოველთვის ვცდილობ რომ
რაღაც უკვე სხვაზე დაუწყო საუბარი, იმიტომ რომ ფერებს რა უნდა უთხრა შვილმოკლულ მამამ. აი რა უნდა უთხრა? თან ამას ვერავინ ვერ გებულობს. თუ ანალოგიური შემთხვევა არ აქვს, თვითონ თუ არ აქვს შვილი მკვდარი. ვერავინ ამის გაგება ძალიან ძნელია და ნუ გააგებინოს ეს ნურავის. აბსოლუტურად არც ერთმა ადამიანმა არ განიცადოს ის სიმწარე, რაც ჩვენ განიცადეთ. არც ერთმა ადამიანმა ამხელა ტრაუმა, ამხელა ტკივილი. ნუ რა გითხრათ ეს შოკის მომგვრელი ტკივილი? ნურავის ნუ განაცდევინოს კმეთმა. და ესენი სატანები არიან სუყანონი. იმიტომ ვამბობდი წეგანო ეს ბანდიტების ფარველი სააკაშვილი ან როგორ ძინავს ან რაებს იწაკის რაებს ლაპარაკობს ნუ ეს კაცი რო არ ყოფილიყო ეს ჩემი შვილი კონსოციალური იქნება ძალიან სამწუხაროა ბატონო ჯამბოლა მე სიტყვა არ ვიცი რა სიტყვა შეგაგება რამდენი ინტერვიუ მივეცი ყველას რო უნები გავერთიანდეთ ადამიანებო რომ ჩვენი შვილების საგამოთი საგსალამათები დაგვიბრუნდეს სახში მე ჩემშვილს ვერ გავაცოცხლებ ვერანაირად არ არსებობს არც სამანი არც არაფერი არ გამოგონინა რომ ჩემი შვილი გაცოცხლდეს თქვენმა შვილებმა რომ ბედნიერად იარონ ამის გულისთვის გამოდით ორკოლობ ბრინზე ნუ გაიყიდებით სააკაშვილის დაპირებების ნუ გჯერათ მე ამისი Facebook-ზე რაღაც პატარა YouTube-ზე რაღაც იყო ატვირთული იტყუება რასაც ამის ყველაფერს იტყუება რა ვიცი მე მაგასია სიმართლე ვერ გავიგონე აზრზე არა ვარ მე მეჩვენება ის მართალი არ ვიცი ვერ გავიგონე ის გზები რაც ამათმა გააკეთეს იმ გზებით ჩვენმა შვილებმა ხომ უნდა იარო არ შვილები თუ აღარავის ეყოფა ეყოლა ვიღა იulis ბატონ ჯამბო კიდევ ერთი ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში მოდით მოусმენთ კიდევ ერთ მსმენელს და მაყურებას მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით თქვენ გამარჯობა რა თქმა უნდა ვიზიარებ თქვენი სტუმრის მსახურებას და ეს ყველაფერი არის ნულოვანი ტოლერანტობის შედეგი რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა გარკვეული პერიოდის წინ დაარწმუნებული ვარ ისევეთივე ნულოვანი ტოლერანტობა ექნება მასაც ქართული ხალხის მხრიდან როცა მისი დასლის დრო დადგება დიახ გაიხადეთ მუდმივი არაფერი არ არის და საერთოდ ბოროტებას თვისება აქვს ასეთი რომ ბუმერანგივით ტრიალდება ხოლმე საერთოდ რასაც დასთეს ადამიანი იმას მოიქის და ამიტომაც მე ვიცი რომ ეს ყველაფერი დროებითი არის ეს უსამართლობა რაც ხდება სხვა რა შეიძლება რა ვიცი თქვას დიდი მადლობა მეგობარო დიდი მადლობა გაიხანით შვილებით გაიხანით მე მესმის ბატონო ჯამბო თქვენ იცით რომ ჩვენს ყველა გადაცემაში ძალიან ბევრი ზარია ხოლმე და აი ხე როგორ უჭირთ ადამიანებს და არ ეკო რა უნდა უთხრა თქვენ მართალი ბრძანეთ როგორ გულში მომხდა რა უნდა უთხრა შვილმკვდარ მამას ნამდვილად აი ამისინ ადამიანი მოვიდა ჩემთან და რაღაცას მესაუბრებოდა და კითხულობდა როგორ არის ბატონი იური ვაზაგაშვილი როგორ არის ბატონი ია გურამ გვირგლიანი და მე ვთქვი ბატონი აგერ არის მეთქი ჩემთან და ცრემლები წამოვიდა ვაშკაცკაც რა უთხრა იას რა უთხრა 19 წლის ბიჭი პიტეტვენა ბიჭი არაფრის გულისთვის ქალებაცეული მოვიდა როგორ აი ამ ბავშვების წოდით როგორ უნდა გაიხარო რამათმა აზრი არა ვარ მიკიდევიძაკი გამე როგორ ძინავს ბარამიძეს აფრასიძეებს რა უკნეს ნუ არ ვიცი რა ის ცნობილი სპეცოპერაცია სინდელიანი ბიჭი ახალგაზრდა ბიჭი სვანი ბიჭი 3 წელიწადია დაგარგულია პოლიციელმა წაიყვანა და აღარაჩა სვანეთიდან ხო კაცი შვილი არ არის მოვკითხავი რა ბიჭო სად გაქრა
ესენი ციფრული ტექნოლოგიების ხანაში ხამსას თვლიან შავზღვაში. რა ვიცი, ადამიანი დაეკარგათ, კაცო. რომელიც პოლიციელს ინვერი კარგად აღმოაჩინეს, უცნაურია ძალიან. მოდით კიდევ ერთი ზარი მოვისმინოთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ თქვენ. გაითიშა ზარი, არა უჩავს, დარეკავენ ალბათ კიდევ. დიახ, ვადნო ჯამბული. სასაული. ეს აი ენვერი იპოვეს თქო კარგად იმას ვამბობდი და სხვადასხვა დამნაშავეები. დღეს მაგალითად მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რადგან აი ამდენი მოვლენების ფონზე მე მაპატიონ, მოდით არ დავასახელებ, მე მაინც ვუფრთხილდები ხოლმე ჩემი კოლეგების დასახელებას. მართალია ჩვენ უკვე ძალიან გამიჯნულები ვართ სხვადასხვა ტელევიზიების წარმომადგენლები ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც გაიხსნა მთავარი გამოშვებები რაღაცა ფაქტით ერთი გოგო და ბიჭი აყაჩაღებდნენ ტაქსს. აი ამაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ეს საშინელებაა, ნამდვილად კრიმინალია და ცუდია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში არაფერი არ ხდება, რომ პირველი ინფორმაციად აი ეს უნდა იყოს საინფორმაციო გამოშვების. მე მგონი დაგვიბრუნდა ზარი თუ კიდევ სხვა მსმენელი და მაყურებელი ახალზე. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით თქვენ. გამარჯობათ. მოგესალმებით. მე მინდა ხო ისმის კარგად. დიახ, კარგად ისმის, ბრძანეთ. ხო, მე არა მარტო ამ დამწუხრებულ კაცისთვის დავრეკე, არამედ ყველა იმისთვის, ვინც შორს არის ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან, ამ ხრივ ამბობ ახლა ამას, ვინც სახარებას სწავლობს, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანია, მას იმედი აქვს მკვდრების აღდგენისა, როგორც მამა ღმერთმა აღადგინა უფალი იესო ქრისტე, მალე უფალი იესო ქრისტე გამოაღვიძებს ყველა მიცვალებულს და მე მინდა ამ ვაჟკაც ადამიანს, ამ დამწუხრებულ კაცს როგორმე შეძლოს წაიკითხოს სახარება, შეძლოს საკუთარი თავის მწუხარების დაოკება და შურის ძიების მოშორება გულიდან. გავიწმინდოთ გული და გონება, დავემსგავსოთ უფალი იესო ქრისტეს, მოსიყვარულეები გავხდეთ და იცით რა, დღეს სიკვდილი ქრისტიანისთვის ითვლება რა, იცით, აი წამიერი ამბავია, აუცილებლად იქნება აღდგომა, ჩემო ძვირფასო ვაჟკაცო ადამიანო, ძალიან გთხოვ, რომ დამშვიდე, მე ვიზიარებ, რა თქმა უნდა, თქვენ წუხარებას გენაცვალე, მაგრამ მე იმიტომ ვეკავ, რომ ყველას ვისაც ესმის ახლა ეს ჩემი არ ვიცი როგორ გელაპარაკოთ, ძალიან აღელვებული ვარ მეც და ავიღოთ, წავიკითხოთ უფლის სიტყვა და ძალიან დიდ შვებას იგრძნობთ. იცით რა, მთავარი გახსოვდეთ და მიაღწიეთ სახარებით, რომ რწმენა, იმედი და სიყვარული, აი ეს სამი რამ ჩვენი გონება და ჩვენი გული ჩვენვე გვუპავს, რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი ადამიანი არასრულყოფილია თავისი გონებით, მხოლოდ ღმერთია ჭეშმარიტი და პლუს ამას ეშმაკი ცდილობს დაგვაღონოს, დაგღუპოს, გვაძლევს კარნახობს გონებაში, გულში შემოდის ეშმაკი, რათა დავმწუხდე და დავიხოცოთ და მკვდარ შვილის მამა იქნება თუ დედა უნდა რომ ისინიც დაიღუპნენ. დამშვიდით ჩემო ძვირფასებო, მოითმინეთ როგორმე და მკვდრების აღდგომა იქნება, ეს იმედი გქონდეთ. უფალი ზოგიერთ ეუბნება დღესაც რომ რატომ არ გჯერათ ჩემიო შვილებო, მე მოვკვდი იმისათვის რომ თქვენ იმედი გქონდეთო, მე ავსდექიო, მამამ აღმადგინაო და ახლა დგება ჟამი და ძალიან ცოტა დრო უკვე იმისა რომ უფალი იესო ქრისტე აუცილებლად გახსოვდეთ ჩემო კარგებო, არ მინდა დიდი დრო დავიკავო ეთერში და ერთი თხოვნა მაქვს მაკა რა ქვია ამ ადამიანს ბატონი ჯამბულ გამცემლიძე არის ჩვენი რა ქვია ჯამბულ გამცემლიძე ჯამბული გენაცვალე თუ ახლა მიკარნახებ თქვენ ტელეფონს მე საღამოს ოჯახში გადმოგივეკავ თუ შეიძლება არა მაქვს ტელეფონი ბოდის გიხდი მოდით აჯობებს რომ ეს არა მაქვს ადრე გარი ჯობია ესეთი
თემები. აბა როგორ განუგეშოთ, მე ადგილებს გეტყოდით სახარებაში, რომ გაძლიერდებით სხვათა შორის და გაგინახებდებათ მაინც წუხილი, რო იცი. ძალიან დიდი მადლობა, ასეთი კეთილშობილური. დიდი მადლობა, იცოცხლეთ, გაიხარეთ. დიდი მადლობა ესეთი ზარისთვის, ძალიან თბილი ზარი იყო ნამდვილად. გაიხარეთ, მერტმა გაძლიეროთ. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მორწმუნენი, ვცდილობთ ვიყოთ ქრისტიანი, რა თქმა უნდა ამაზე ხა ესე ვერ დავდებთ თავს, რადგან საერო ადამიანები ვართ, მაგრამ რაღაცა მაინც ესეთი თბილი ზარი. ნუ არა, ეგრესია მე ძალიან დიდი შემომოცა ქალბატონო. მაგრამ იმ დღეს, როდესაც ჩემი შვილი დაიღუპა, მე მივედი მოძღვართან, ბატონ ტარიელთან. ტარიელს მოუკევია ჩემი გაჭირება, მანაც მანუგეშა და უთქარი შურის ძიების გზნობით ვარ მეთქი გამშვანული ტარიელ, როგორმე მანუგეშე ქრისტიანი კაცი ვარ და იმ დროს სანამ ეკლესიაში მივიდოდით პატრულის ეკიპაჟი მოდიოდა და მანქანი ტკინაგამ შევასხდი იმას. ნუ გამცდა, თორე უნდა დავჯახებოდი რა. ნუ რამდენიმე წუთის გაგებული მქონდა ეს ამბავი. მაგრამ მივედი იქ და უთქარი მანუგეში მეთქი, მამატარიან გამომიყვანე მდგომარეობიდან და გეკვეცები მეთქი რა. თორე მე ვიღაცის შვილს ტყვინდა დაუღობავ მეთქი. და მართლაც მან მანუგეშა წამიყვანა. ანუ თქვენ მაინც გქონდათ რასაკვირველია, არა მსგავსი. იმ წუთისათვის ისეთ აფექტში ვიყავი, რას ვიზავდი, არ ვიცოდი. და დიდება უფალს ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარისმა მიმიღო საკურთხეველში როცა შემიყვანეს შევედი ჩვენი უწმინდესი რო დავინახე ღმერთი მეგონა დიდება უფალ ღმერთია ჩემთვის პირადად ჩვენი პატრიარქი მან თავზე ხელი დამადო მანუგეშა ბევრი მესაუბრა და რაღაც თბილმა რაღაც ძალამ ესე დამიარა ორგანიზმში და რაღაც დაირად განვითვირთეს სავით მაგრამ როდესაც მარტო რჩები ჩემ თავთან ძალიან ცუდად ვარ დილაობით თუ არივინმე სახში არ შემიძლია რომ მათთან ერთად გამოქვათო ჩემი წუხილი თუ არა ჯერ დილა არ გათენებულა როცა მარტო ვარ მე ვარ ცრემლი არ წამოვწვიდეს და გიორგის ხმა მელანდება ხოლმე მამა მეძახის იცოდა ხომეს დაძახილი და ჩემი შვილი მეძახის ვერ გეტყვით არ ვიცი ნამდვილად არა ვარ შურით გამშვანული არავის არც სიკვდილი მინდა არაფერი ღმერთმა მამპატიოს ყველაფერი რაც გამიფიქრია მაგრამ მამისთვის დედისთვის ძალიან არ ვიცი მე სისხლი მტკივა თუ იმეს გამოვწდი ეს არ ვიცი მე მტკივა სისხლი აი ყველა სხეულის ყველა ნაწილი მტკივა მე ჯერ ჩემი გიორგი გამახსენდება და დღეს იმ ადგილას სადაც ჩემი გიორგი დაიღუპა რამდენიმე ხანს ვიდექით იქ მის სულის მოსახსენიებლად სათლები დავანთეთ დიდება უფალს ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ჩემს ანუგეშოთ კიდევ ერთხელ ჩემი ოჯახისათვის და ჩემთვის სამძივრის სათქმელად ყველას აბსოლუტურად უკნებრივ მინდა დიდი მადლობა უთხრა ეს ადამიანები ძალიან ნუ როგორ გითხრათ გოგა ხაინდრავა ჩემი გიორგის დაღუპვის წუთიდან და წამიდან ერთი წუთი არ მომშორებია გვერდიდან ჩემ გვერდით იდგა და დღესაც მოვიდა მომეფერა ნუ როგორ გითხრა შვილი მოკლ მამას რაიმე ნუგეში უთხრა ვერ გეტყვით როგორ უნდა ნუგეშო მაგრამ ამ ხალხისგან იმხელა სიტყვას გძნობ ყველასგან აბსოლუტურად სადაც კი ვიქნები სადაც კი ვარ მე არ მინდა ვინმე შევეცოდო მე ცოდვა არა ვარ ცოდვა არის ვინც დაიღუპა მე ვარ მოკვდავი რომელმაც აი ეს გაჭირება თუ რა ვიცი რა ქვია ამას ვერც გეტყვით ჩემთვის იყო ჯვარი მძიმე ჯვარი ჩემი შვილის ასე უდრო წასვლა იმ ქვეყნად და სანამ მე ცოცხალი ვარ და ჩემი სხეული დედამიწაზე დადის უნდა ვატარო ეს მძიმე ჯვარი და ყველა იმ მშობლებმა რომლებსაც მსგავსი მკვლელობები მოუწყო აი ამ პირსისხლიანმა რეჟიმმა და კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ჩემო საყვარელო მსმენელო რომ გავერთიანდეთ
და ესენი პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვათ ესენი არ არიან ხალხი დამიჯერეთ ამათ არც დედა ყავთ ასე მგონი არც ძმა ყავთ არც მამა ყავთ არც დედა ყავთ არც მეგობარი ყავთ ამათ თუ ვინმე უყვართ მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ადამიანმა სულიმას ვიმეორებ სიალაშანავას გამომძიებელმა ის საქმე რომელიც შეთითქმეს ვაძაგაშვილის საქმე როგორც შეთითქმეს დედას ასლი არ მისცეს და შენით აწერინეს როგორ თავის ქალას არ მოყვებოდა მისი შვილის თავის ქალის დამსკროლული ნაწილები დედას ეს რომ უნდა დააწერინო გამომძიებელმა რას ფიქრობ გიждები დედას ამას როგორ აწერინებ ამოუბეჭდე და გაატანე მაინც ამის ყურება ეს ხო ტანჯვა ჩვენ ესენი ტანჯავენ ადამიანს ყვალ ეს წამება არ არის ადამიანის ყვალ წამები როდესაც იმაში რა ქვია პარლამენტში შარშან პრეზიდენტი გამოდის ესენი არიან კრიმინალები და გემდე ვიხვეწებით მეც იურიც იაც რა ვიცი უყალა ერთი ეპიზოდი ჩვენი შვილების დანაშაულების შესახებ თქვენს ვაჟზე არასდროს არ ყოფილა მოგვაწოდეთ ამანად ვამბობთ კაცო კრიმინალები არიანო არა თქვენზე ნამდვილად არ ყოფილა არა ვიზიც იყო მე ამიტომაც შეგეკითხეთ ზურავაზაგაშვილი იყო კრიმინალი თუ კრიმინალი იყო ზურავაზაგაშვილი მამამისი დღემდე იხვეწება მომენტში წამოდი თუ კრიმინალი იყო და ხმას არ მოიგებო კაციძაკ მე იგივეს ვიძაკი იაც იგივეს ვიძაკი ყველა იგივეს ვიძაკი რა დააშავეს ჩვენმა შვილებმა ჩვენ რა დაგვაშავეთ ერთადერთი შეკითხვა მაქვს მეტი არაფერი რატომ მომიკანით შვილი ბატონო ჯამბულ მოდით მოусმინოთ კიდევ ერთ მსმენელს და მაყურებელს ძალიან ძიმე გადაცემაა ნამდვილად თუმცა მე არც ვერ წარმომედგინა ამ თემაზე საუბარი სხვა ტონალობაში გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით თქვენ მოგესალმებით და ძალიან ვიზიარებ თუმცა არა მარტო ბატონის ვაჟისა და ჩინებისასაც რა თქმა უნდა ვიზიარებ უხარებას გამაგრეთ მე ერთი პატარა რაღაცა მინდა გავიხსენო რომ შეიძლება შეუმსუბუქო ნამდვილად საერთოდ დაგვახჩა პატარა ბავში და დედამისი მოდიოდა ხშირად და უწუხდა პიროდა და ერთ-ერთი ამ სტუმრობის დროს დედა ჩემ რო გაიგოს ამბავი უთხრეთ რამე ის თორსა შენ რომ მიხო სახშო ალბათ სურათ გიგიდია ბავში სუკეგერზეო და აუცილებლად შვიდო შეინახიო ეგაო და აი შეიძლება სუბუქებსო სუგეგუგნება რა ცოცხალი და სულ მოლოდი შეიქნებიო და გავარა მას ვერტენ და მოვიდა და დაკოცა და შენ გაიხარა რომ შენ სუბუქენ გომაროო დიდი მადლობა გაიხარეთ მსგავსი რა მეც მემართება ხოლმე მენო საქმიდან მე აბსოლუტურად ყოველ დღე დავდივარ სასაფლაოზე ყოველ დღე იშვიათად არსებობს დღე რომ მე ჩავაგდო სასაფლაოზე არ ავიდე იშვიათად რომ მივდივარ ასე მგონია იქ დავხვდება მეთქი და იქ ხდება ცივი რომელსაც ხელს გადავუწევ და მივდივარ უკვე ბატონო ჯამბულ ყოველ შემთხვევაში აი რამდენი ზარი შემოვიდა ეხლა და კარგი არის რომ ადამიანებს მაინც აქვთ ეს რაღაცა სოლიდარობის გრძნობა შემორჩენილი ჩვენს აი ესეთ გაყინულ და ცივ და საშინელ სამყაროში რომელიც რაღაც უცნაურად ჩამოყალიბდა მართლა ამ ბოლო დროს საქართველოს არასდროს არ იყო ასეთი ქვეყანა და ძალიან გულდასაწყვეტია რომ ხალხი ძალიან გაცივებულია ამ ბოლო პერიოდში კიდევ ერთი ზარი გვაქვს მოდით მოусმინოთ კიდევ ერთ მსმენელს და მაყურებელს დიდი მადლობა რომ გვირეკავთ გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ოდნავ ხმამაღლა თუ არ შეწუხდებით არის მოგესალმებით დიახ ბატონო ჯამბულ დიდი მადლობა მინდა ქალბატონო მაგა გავიხსენო დიახ ეს შეცვალა ქალბატონი ილინა რომ გამოდიოდა და ზვირობდა ახო ხო პრესვიდებს მოკლა ვერ გამოდიო ყოველთვის მასწავლებელი სწორია მე რამდენი კაცია როდის დაჭერდებიან აცმარი პატარა მატერიალები ახსენე მატერიალებს ყოველთვის ყოველთვის როგორ შეიძლება გადაგეშვათ
ანუ რამე გიჩვენებს თვითონ მამას, მაგრამ ზონა არ უნდა შეცდო. ფიქრებს ვარ დაიმართოთ. ენაცვალე გვარცებობს და ჩვენგვეძება. დიდი მადლობა, კაიხე. ძალიან დიდი მადლობა. განგანზადებოდით, იცოცხლეთ. იძგეგრძელეთ. ნუ რა არის, აი ასეთი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენ აი ეს სულიერ სამყაროს გვივისებენ, რაღაცით გვანუგეშებენ და ადამიანი მე ასე მგონია, ვინც ხუთიანს შემოხაზობს არჩევნებში. ჩემი შვილის კვლენობაში იგებს მონაწილეობას. ასე მგონია. როგორ შეიძლება ადამიანმა დაუშვა ის, რომ ესენი რომ არ ყოფილიყვნენ, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა. და ის ადამიანები ყველანი აბსოლუტურად. აი ომში წასული ბიჭები, რომელიც აი 2008 წლის ომში რომ ბიჭები წავიდნენ. კი ბატონო, რუსეთმა გაუკეთა პროვოცირება, რუსეთი ასეთია, რუსეთი ისეთია, რუსეთი მოკლედ ჩამოსახჭობია, ჩასაქონია, არის ბატონო. მაგრამ შენ თუ ჭკვიანი კაცი ხარ, ქვეყანას რო ყოველდღე მოძღრავ, პროვოკაციას როგორ წამოიგე და ეს ბავშვები როგორ შედენეთ საბრძოლველად, დათვის ხახაში როგორ ჩააგდეს ბავშვები, რამდენი ბავშვი დარჩა იქ, აცხადებენ, დაიკარგა სამაჩაბლო, აცხადებენ, ეს სოფელი, რომელიც გადაცემაში მიდიოდა, რამდენი სოფელი დაიკარგა. ერთი ბიჭი სოფელში არის ერთი საკლე. 150 მარტო ქუჩაში მოკლეს სამნაზირნებმა. 150 სახლი ხო არის ეს ბიჭები სოფელში. და 150 სახლიანი სოფელი რამდენია საქართველოში? არ იქნება ძალიან ბევრი, ჩემო კარგო. ომში რამდენი ბიჭი დაიკარგა? ამ ხალხმა ვერ გაათვითცნობიერა ის, რომ დღეს არ არის კინკლაობის დრო. ესენი არიან, ესენი უნდა წავიდნენ. ამათმა ვეღარ უნდა იბოგინონ ამ ქვეყანაზე. ესენი არიან მკვლელები და მისი ბრიგადირი თუ რა ვიცი, რა ქვია მაგას ატამანი. მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს. 2 3 4 5 6 7 8 ჩამოყვა. წლები დამჩეკიდე რამე უნდა გავაკეთო. არაფრის გამკეთებელი არ არის, კიდე ვიღაცას მოკლავენ, დავინჯერეთ. სიკვდილის კურკში გახვეული აქლები დადის ქუჩაში, მაკანაგებო, მეგობრებო. ჩემო საკმარისო ხალხო. სად დაიჩოქებს უფალმა არ იცის. გაუფრთხილდით შვილებს. სანამ თქვენ არ მოგიკაკუნებთ, მანამ ვერ ვგებულობთ, საერთოდ. მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს არ ვიცი, ტანი გვიძნობდა რა იყო. სადაც კი ბუტა რომ მაგის სიკვდილის მერე პატარა რაღაც აქცია იქნებოდა. ყველგან დავდიოდით, ყველგან მივდიოდით. გეგონება რომ ჩვენ ველოდებოდით ამ განსაცდელს. სადაც კი ერთიც კი რომ უნდა გაგვეგოთ, რაც ვერ გავიგეთ, იქ ვერ მივიდოდით, მაგრამ სადაც გავიგეთ, ყველგან დავყვებოდით. ანალოგიური შემთხვევა მოგვივიდა ჩვენ. არიან ადამიანები, რომლებსაც შვილები დაუკონცეს, ჩვენამდე ვერ მოდიან. ჩვენთან მოვიდა ერთი შვილმოკლული დედა. მოვეხმარეთ ბატონიური თან გადაყვა, რა აღარ გაუკეთა. მე მოვიდა და თქვა ძალიან გეხვეწებით, არც გაზეთში, არც რადიოში არ გამომიყვანეთო, შვილები მიშლიან. არ ვიცი, რაშიშის სინდრომია, ესეთი არის ბატონო ჯამბული და მე მაგალითად თუ მომკლავენ, დავისვენებ. დიდი მადლობელი ვიქნები თუ მომკლავენ. დანარჩენი მე რამ უნდა გამაჩეროს. დედამიწის სულზე მოჭრილა იმდენი ფული, რაც მე გამაჩოვებ. შანსი არ აქვს. მაგდაგიფაროთ. მოდით კიდევ ერთ მსმენელს და მაყურებელს მოусმინოთ, გველოდება ხაზზე ბატონო ჯამბულ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ თქვენ. მოგესალმებით. ბატონო ჯამბული, აი არ ვიცი სიტყვები არ ამყოფნის როგორ მოგმართოთ. ვიზიარებ თქვენ წუხარებას, ქალბატონ გულიკოს და თქვენ ოჯახს მოთმინებას უსურვებ გენაცვალე. ძალიან ძნელია მის მოსმენა ჩვენგან, მაგრამ რა ვქნათ. თქვენს გვერდით ავდგავარ და მხარს გაგიმაგრებთ სიტყვიერად მაინც. რა დღეში არიან იურიც, იაც, ჩვენ გვეჩქარება თორემ მართლა ყველა აგეს
ყოფლის წინაშე მე მაპატიე ძალიან ისე ნერვიულობ. დიდი მადლობა. შვილებს მართლაც არაფერი ეშელება, მაგრამ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქდება, თუ კი ეს ყლელები უსამართლოდ, აი მოკლული ბავშვების ყლელები რო საბრალდებოს კამზე მაინც დაждდებიან. შეიძლება არც მაგითი გაგიმაგდებათ გული და არ დათყნარდებით, ესეც ასე არის, იმიტომ რომ შვილის სიკვდილი ძალიან ძნელია. დედაჩემმა 2 შვილი დაკარგა და მე ვიცი რა არის შობლის სიმწარე. მე მაგალითად ჩემი ძმა რო დავკარგე 3 წელიწადი ჭკუაზე არ ვიყავი, სულ წიოდი ქუჩაში თუ გარე თუ საცუდა და დედისთვის წარმომიდგენია როგორ ძნელი არის, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ არის. ჯანმრთელობას გისურვებთ, მხნეობას, გამძლეობას და აი რა ვქნათ, რა უყოთ, შეიძლება დიდი მადლობა, დიდი მადლობა. შეიძლება გამოსწორდეს კი რა, ნამდვილად უნდა გამოსწორდეს და გვეშველება რაღაც კინეცალი, მაგრად იყავს. კი მე იმედი მაქვს რომ გამოსწორდება, იმედი. კარგად მზადდება. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის. ბატონ ჯამბო, აი ნამდვილად ძალიან ძიმე გადაცემა გამოგვივიდა. თუმცა დღეს არის 4 წელი შესრულდა იმ დიდი ტრაგედიიდან, რაღაც არა მხოლოდ თქვენი ოჯახი შეძრა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შეგედარებით ვერასდროს ამ ტრაგედიის განცდაში, რაც თქვენ შეგემთხვათ, მაგრამ მთელი საქართველო, უმეტესი ნაწილი, მოდით ესე ვთქვათ, არის თქვენს გვერდით. იყო პირველი წუთიდან თქვენს გვერდით. ყველა მაშინვე დაიჯერა, რომ გიორგი არის უდანაშაულო ადამიანი. ყველა იმ წამიდან, როგორც კი გაიგო ეს ამბავი, დაიჯერა, რომ გადაამეტა პოლიციამ თავის ძალებს. ყველა პოლიციამ, არა მხოლოდ იმ კონკრეტულმა ადამიანმა, აბუაშვილმა გვარად, არამედ აი მთელმა პოლიციამ და სწორედ თქვენ რასაც დღეს ბრძანებთ, ყველა ამბობს ერთი და იგივეს, ნულოვანი ტოლერანტობისკენ მოწოდებამ მოიტანა ეს შედეგები. ეს იყო მიზეზი ყველაფრის, ამაში ნამდვილად გეთანხმებით. არა, ნულოვანი ტოლერანტობამაც მოიტანა, გამოტონა მაგრამ ეხლა რა ხდება? ჩემ აზრს გეუბნებით, ეხლა მე არც გაგოვლების გეუბნებით და არაფერ. ეს სახელმწიფო არის დაკნობილი აი ამ პოლიციაზე, პოლიციურ რეჟიმზე, რომლებმაც აი ამ ბავშვების ესე უმოწყანოდ ქუჩაში ხოცვით შიშის სინდრომი გააჩინეს. ხალხი არის უკვე შეშინებული, რომ გონიათ რომ რამე რომ მოხდეს, ამათაც ესვრიან, ამათაც მოკლავენ, მხოლოდ мотиваცია არ არსებობს, რისთვის კლავენ, რატომ კლავენ, მაგრამ ვანო მერამიშვილი ეუბნება პოლიციელებს. მოკანით, დამიცავით და გიცავთ. და იცავს კიდეც სამწუხაროდ. იცავს კიდეც, საბარა. იმიტომ რომ აი დღეს 8 მაისს ჩემი შვილის კურსს ჰქონდა 4 წელი მთლიანობაში, 2 პირობითი, 2 სასჯელ აღსრულების ადგილში მოხდა. დღეს ყველაფერი მოშორდა მას. ხვალიდან ჩვენ მას ვიხილავთ ისე პოლიციის რიგებში, ისე ვანო მერამიშვილის დამცვენი იქნება და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთ პატარა შემთხვევას მოგიყვებით პატრულზე გაოცდებით. ბატონო ჯამბო, მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ, კიდევ ერთი ზარი მივიღოთ, მოусმინოთ და შემდეგ უკვე თქვენ მოყევით ეს ამბავი. მაყურებელი გველოდება დიდი ხანია, ყველას უნდა რომ თქვენ გესაუბროთ რაღაც ხარდაჭერა გამოთქვას თქვენს მიმართ და მივცეთ ამის საშუალებას საზოგადოებას. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით უკაცრავად რომ გალოდინეთ. მაპატიე, ბატონო ჯამბო, გავწყეთინებთ, მართალი ხართ, მაგარი რო არ დამერეკა არ შენეძლოთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი რა ვიცი, ყველანაირად თქვენ დიდი ბოდიში, აი ეხო ჩვენი ბრალი არ დღეს ხდება, ეს არის ჩვენი ხალხის აი საბოდიშოდ გვაქვს საქმე, რამდენჯერ მოხდა ესეთი რამე და მართლა კურს მიღმა გავატარეთ. ეს ხო არ მოხდებოდა ასე, რამდენი ყმაწვილი უნდა ჩავატაროთ ახალგაზრდა ბიჭი, ამ სურალი ციხეს, რომ ვერაფრით ვეღარ აშენდა საქართველოში. ეს არის ჩვენი ბრალი. დიდი ბოდიში ბატონო ჯამბული. როგორ გეგადრებოთ? მე ხშირად არ მინდა ხოლმე, არც ტელევიზიით გამოსვლა, არც რადიოთი გამოსვლა. რომ არ თქვას ხალხმა, რომ ამათმა ხო გააჩინეს საქმე თავისი შვილები. გეფიცებით ჩემი გიორგიშვილს, მე ჩემ შვილზე საერთოდ არაფერს არ ვილაპარაკებ. მე მინდა ვილაპარაკო იმათზე, ვინ დღეს ქუჩაში დადიან. მაგრამ
მე მანქანა გამიფუშტა და ნაწილის გამოსაჩარკად მივდიოდი TMK-ზე. და მივდიოდი ჩემი გიორგის მანქანით. იმიტომ ჩემი მანქანა გაფუჭებული მქონდა და გიორგის მანქანა ახლა გვიკენი არ დავდივართ იმ მანქანით და მეთქი გამოვატარებ მაინც რომ მანქანა არ გაფუშტდეს და გიორგის მანქანა რომ მძიმეა, ჩემი შვილის მანქანა ჟდომა, ჩემთვის ისედაც მძიმეა. ყურდები, ფეხები მიგანკანებს როუდები შინ. და რო ჩამოვდივარ TMK-ის თავდაღმართზე, თუ მისმენს ვინმე ამ ბიჭების, თუ ვინმეს მოუყონია, მე მინდა რომ ისინი ვნახო ეს პატრულები. პატრულის მანქანა მეუბნება გთხოვთ გადააკენოთ მანქანა და ნომერს მეუბნება გადავაკენოთ. და მე არ გადმოვედი მანქანიდან და მივაწოდე ჩემი მანქანის პასპორტი. თქვენო აი ამ პასპორტის ფლობენის რა ხართ? მეუთხარი მამა ვარ მეთქი. ხუდი მოიხადა, დაჯდა და ტირილი დაიწყო. მე რო გადმოვედი, მეთქი ალბათ ზმაკაცია მეთქი. ჩემი გიორგის ზმაკაცი მეგონა ვიღაცა. და მე ვერ ვიცანი, მე თქვენ თუნდაც ხედავ. შვილო რა არის მეთქი, მეუთხარი. ბატონო ჯამბურო, მითხრა, ეხლა ჩემს მენას მეუბნებოდიოთ, რა ქვია, მაგას მეწყვინეს. არ შეიძლება სასწაული მოხდეს, ეს მანქანა გავარჩენოთ და ის ბიჭი გადმოვიდეს მანქანიდანო. რამდენი გავაჩერეთ, ორჯერ ყავს გაჩერებულიო. გვაკოცა და ისე წავიდა ჯარიმა გამოუწერეთო. გვაკოცა და ისე წავიდა. რა ბავშვი მოკლაო. მანქანიც ნიშდა და ტიროდა. შემდეგ მან მე დამტოვა და მე მანქანა ვეღარ დავძარი. და ამით და ტირილი ამით და კანკანიანი ფეხები ხელები ამიკანკანდა. მანქანა ვერ წამოვიყვანე. წამოვედი იქიდან და დაბლა მენოდებოდა. ბატონჯამო, ცუდად ხო არა ხანთო? არა შვილი მეუთხარი, არა ვარ ცუდად, მაგრამ ვეღარ დავძარი მანქანა. სახლამდე მიგიყვანთო. არიან ამათშიც არიან ნორმალური ბიჭები. აი ნეტავ ესმოდეს მას ჩემიკმა და მოვიდეს ჩემამდე რომ როგორც ჩემი შვილი გოცნდა მას ასე ვაკონცო აწინება. ხო არიან ესეთი ხალხი ნუ? როგორც ჩაზბადნა ესენი რამ გიორგიც იყო ისეთი ადამიანი რომ აი ესენი რამ გაბოროტა განა რა ვიცი აი არ ვიცი რამ გაგაბოროტა ჩვენო რამ გაგაბოროტა თქვენი ხალხის წინაშე ხელს როგორ წევთ 26 მაისს როგორ ასწიეთ ხელი ქართველების წინაშე როგორ სცემდით როგორ რა ვიცი სად გაიზარდეთ ჩვენო სად გაიზარდეთ როგორ შეიძლება ესე მოკლეს მე არ ვიცი რა როგორ შეიძლება ადამიანებმა რა ვიცი გადაგორების გზაზე დავდექით თუ რა ვიცი ქართველები დავდგებით აი შენი ჭირი მე შენ გენაცვალე აი ასეთები ვართ სადა ვართ ან სადღაც სკოლჯდებით სუფრასთან დედისა და ძელოსვას მამის მაკაცისას მე სულ იმს მაგ სალაპარაკოთ სააკაშვილი რომ თავის ორშვილთან ერთად მიდის ხოლმე აი ესე დამდებდა ჩემი გიორგი მაგას თავის პატარა ბიჭი რო დასდევს ეხლა ასე მიხარობდა მე ჩემ გიორგისთან ერთად გავლა რატომ ვერაცნობიერებს რომ მე ის ბიჭი რომელიც უკან დამდებდა აღარ აყვა და იმისმა ნუროვანმა ტორენანტობამ და ვანოს ხელი არაგინ კანკანდეს აი ამ ორმა სიტყვა მომიკლა მე შვილი რატო ვერაცნობიერებთ სად გაიზარდეთ ბატონო კიდევ ერთი მსმენელი და მაყურებელი ახალზე მოდით მოусვინოთ კიდევ ერთ ადამიანს რადგან მე უკვე ვეღარ მეტყოლებ იმ ისტორიის მერე რაც თქვენ მოყევით ნამდვილად ძალიან მძიმეა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ მოგესალმებით მე ხალხს მაგალითად თანაუგზნო ისეთი ახალგაზრდები ისეთი კაიძე საქართველოს შეიძლება მოწოდა ხელმძღვანელი მაგრამ გულიქოა არც ნაცაცაა მერმა კიდაერთა ეცომა უშენიო კაპიტალებულმა კაცმა ქართველები ერთმანეთს გადავიდა ერთმანეთს გვაკოცეს მე ისინი მოწოდებია ვიდეო ექსპერიმენტო ეცომა მეწოდებიანი სოციალური დაავინა შეგვიძლია სოციოდებები არიან აბა რა არიან ახალგაზრდები დაიწყო ახალგაზრდები და ამერიკა ცხოვრობენ ამ დოგანაზე არ ვიცი სივა რა აი ვიცი როგორ დავუხატე ჩემი გულისხმობილი ბატონო ჯამო თქვენგან
მაგრამ იურისმა ყველა მე ახალგაზრდა კაცია სისტემი და ამით რაღაცა თუ კავშირებია თაში მოგეთებია თქვენ უნდა იცოცხლოთ მაშინ როდესაც 7 ნოემბერს ხალხს არ ბევდნენ ახალგაზრდებს მეუბნებოდი მე გამიშვით წინ მე მომკლან არ მინდა არა ბატონო ჯამბო არა მასე გარშევება თქვათ გვაჩვენოთ ყველები და ვეცხოვოთ ვარდებით მაგიტა გარგამოვა არ არის ეს ნამეტანი ეს გარშევება და ბოლო მაკლა რა მომინება და խոսაკვარი უნდა ყოლოს და თანამდე როკერკე უნდა ნებუდა ყველამ ყველა უნდა გვაჩვენა მანდობა უფალს შემოძმაო რომ იმედი გაჩნდა ეხლა მანდობა უფალს რომ გაჩნდა იმედი და აი ამ იმედს მოუაროთ და აი ამ იმედით ვიცოცხლოთ ბატონო ჯამბო ხმეთმა იმედი მოვიშალოთ ხმეთმა ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის რა ვიცი ბატონო ჯამბო თქვენ როგორ ფიქრობთ ეს რა თქმა უნდა ისეთი კითხვა არის ახლა შესაძლოა კერა და თქვენ ალბათ არ გექნებათ ამაზე ზუსტი პასუხი მაგრამ ვიმსჯელოთ უბრალოდ ვარაუდი მაინტერესებს ეს ხელისუფლება რომ შეიცვალოს დაუშვათ აი ხა არჩევნები კარს არის უკვე მომდგარი ანუ ასე ქვია ყოველ შემთხვევაში მიაღწევთ თუ არა სამართალს და რას ელოდებით კონკრეტულად აი ამ საქმეზე როგორი განაჩენის დადგომას ელოდებით რას ფიქრობთ? ადამიანებს ორჯერ არ ასამართლებენ. დიახ. ამიტომ გეკითხებით სწორად. დიახ. მაგრამ ერთ და იგივე დანაშაულისთვის. დიახ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ახალი გარემოებები. დიახ. რომლითაც ეს პიროვნება ამ ახალი გარემოებების გამო დიახ. ითქმება თუ ჯერ არ ითქმება ეს ახალი გარემოება? არა, არ შეიძლება თქვა. კარგი. არის ახალი გარემოებები. რის გამოც აი ამ ადამიანს დაკითხავენ თუ კი ის იქნება იმ ნაწილში დამნაშავე რა გარემოებებიც იქნება შავით თეთრზე დადებული ის მოიხდის იმ სასჯელს რაც მას ეკუთვნის კონოთ ის 2 წელი რაც ის იჯდა მას ჩაეთვლება იმ სასჯელის მოხდაში და ყველა ის პიროვნება რომლებიც შეწყალებული იყვნენ რობაქიძის გვირგვლიანის საქმეში ისინი მოიხდიან იმ სასჯელს თუ კი ახალი გარემოებები არ იქნება წაგენებული მათ მიმართ მას რაც მათ უნდა მოიხადათ მაგრამ ამ კვლევა ამ ქორნატო როგორ უნდა იარონ ან როგორ დადიან ან სად დადიან ჩემი შვილის სურათი აჩვენეთ ნებისმიერ ადამიანს ბუტა რომბაქიძის სურათი აჩვენეთ რომელიმე ნებისმიერ ადამიანს და იმ ბიჭების ყველასი რომლის სურათები ბატონ იური ვაზაგაშვილის იმ ოფისში არის გამოკრული აჩვენეთ ადამიანებს რომელ ბიჭზე მიიტანს ადამიანი იანას და ესვრის ერთიც კი მითხარით რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან ასე უმოწყალო მისულ ამბობ ბატონო ჯამბო თქვენი ვაჟი განსაკუთრებით და ბუტა რომბაქიძეც სხვათა შორის ჰოლივუდის ვარსკვლავივით გამოიყურება ნამდვილად გარეგნობით მაგრამ ნამდვილად არაჩვეულებრივია კიდევ ერთი ზარი ბოლო ზარი უნდა მივიღო და 2 წუთი დაგვრჩა თუ არ ვცდები კი აი 2 წუთი დაგვრჩა მანიშნებენ და დავასრულოთ შემდეგ ეს ძალიან ძიმე მაგრამ ძალიან საჭირო და კარგი გადაცემა გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ჩვენ 2 წუთი გაგვაგდათ შეიძლება დიახ გისმენთ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ხალბატონო მაგა მოგესალმებით მე ვესალმებით ჩვენს აუდიტორიულ სტომას ბატონ ჯამბოს რა უნდა უთხრა ვისმენ და დაწყების წუთიდან თქვენს გადაცემას და მე ასაგენი ხალი ვარ აგერ პირი ვარ სული შეძრული ვარ მე ვიგერა მთელი ქვეყანა მთელი საქართველოს შეძრულია ამ შინგარი მამებით და დედებით შეძრული და შეწუხებული მთელი ქვეყანა ყველა მაგის გვერდით გას რა ნუ გეში შეიძლება უთხრა შულთან მამას მაგრამ ხალხი რომ ასე გვერდით უდგას და ყველას მაინც ძალიან დიდ რაღაცას წარმოგეს სითბოს ამშრომლებენ და მეტი რა შეიძლება გაუკეთოს შულთან მამას არაფერი მე მომართულ მე ასაკიანი ხალი ვარ სულ ამას სულობ
რომ ეს ჩვენი სისხლის მცმელები, რომელმაც ამდენი ხალხი გაუბედურა ჩვენს ქვეყანაში, ამდენ ხალხს, ამდენ დედას, ამდენ მამას ჩააცვა ძაზები, შავები და გაუბედურეს. რომ ერთო ქრისტიანი ადამიანი ვარ, მაგრამ რა ვქნა, და სხვანაირად მე არ შემიძლია მომასწრო ამას გადაშენებას ამ ნაძილების და მე იმ წუთში მომკლა, მე არ მინდა სიცოცხლე. ღმერთო რა ვქნა. ძალიან დიდი მადლობა. ლოგიკის უნარი დაუკარგება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ზარისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად ყველა აღელვებულია ბატონო ჯამბულ, ამას აღელვებულიც აღარ ქვია. მე მაგალითად ძალიან გამეჭირდა ბოლო წუთებში უკვე გადაცემის წაყვანაც კი და ძლივს მოვახერხერო თავი ამეყვანა ხელში. ნამდვილად ძალიან მძიმე არის ამ ყველაფრის მოსმენა. მით უმეტეს როდესაც იცი რომ ადამიანები იყვნენ აბსოლუტურად უდანაშაულო, არაფრის გამო სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ადამიანები დღეს აღარ არიან ძალადობრივი სიკვდილით ჩვენს გვერდით. ჩვენი გადაცემა დაასრულდა ბატონო ჯამბულ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, განსაკუთრებული მადლობა რომ დღეს ამ უმძიმეს დღეს შეძელით აიყვანეთ თავი და მოგზანდით ჩვენთან გადაცემაში და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ თქვენი არაჩვეულებრივი გიორგი. სასუფეველი დაუნკვედროს ღმერთმა. რა ვიცი, თქვენი ოჯახი ბედნიერი იყოს და ყველაფერს კარგს გისურვებს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ეს იყო მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით დიალოგი პირდაპირ ეთერში. მე გავხდით ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. გმადლობთ.